დაგლოცოთ, გაგახარო და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ახლა მინდა გესაუბროთ ქრისტეს უდაბნოში გამოცდის მესამე თემაზე. ყველა წარიყვან ეგი ეშმაკმან თასა ფრიად მაღალსა და უჩვენა მას ყოველი სუფევანი სოფლისანი და დიდება მათი. და რქუა ამას, ესე ყოველი მიქცე შენ, უკვე თუ დავარდე და თაყვანის მცე მე. მაშინ რქუა მას იესო, წარვედ ჩემგან მართლ უყუნ სატანა, რამე თუ წერილ-არს, უფალს აღბერცა შენსა თაყვანსე და მას მხოლო სამსახურებდე. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან და ანგელოზი მოვიდოდეს და სახურებდეს მას. ანუ მესამე გამოცდა რაში რაც გამოცადა ეშმაკმა იესო ქრისტე, ეს არის დიდების მოყვარეობა, თავრობის მოყვარეობა. ნახეთ, წაიყვანაო მაღალ ადგილზე, მაღალ მთაზეო და აჩვენაო ამას სოფლის სუფევანი, ანუ ამ სოფლის პატივი, დიდება და ეუბნება რომ თუ კი მე ჩემ წინ დავარდები და თაყვანსემ, ყველაფერი ამას შენს დაგიმორჩილებ, ან ეს გახდებიო. ანუ დიდებისასი და პატივში იქნები ამას სოფელშიო. ოღონდ მე უნამცებ თაყვანია. და მაშინ იესო ეუბნება რომ წარვე ჩემგან სატანა მართლ უკუნ, რადგან დაწერილია მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს თაყვანისე და მას მსახურებდე. ანუ რას ნიშნავს ეს ჩემო ძვირფასებო? ყოველ ადამიანს აქვს მიდრეკილება, ბუნებრივიც არის ეს რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნება არის, კომფორტულად იცხოვროს ამ სოფელში, კონდეს კარიერა, კონდეს წარმატებები და ასე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს შეუძლია ეს კონდეს ამისული, მაგრამ თუ კი ამ გზაზე ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და ვცდილობთ რომ ღვთისმცნებების უარყოფით გადავდგათ ნაბიჯი და მივაღწიოთ ამ სოფლის წარმატებას, ამ სოფლიურ წარმატებას, დიდებას, პატივს და ასე შემდგომ და ძალაუფლებას და ასე შემდგომ, ფინანსებს თუნდაც და ასე შემდგომ, მაშინ ჩვენს უკვე აი ეშმაკისადმი თაყვანისმცემელი ვართ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს უნდა შეთაყვანი. ადამიანის ცხოვრებაში ხშირად აქვს არჩევანი. ძალიან ხშირად ასეთი შემთხვევა, რომ და თან ადამიანი ამას ხვდება, არ არსებობს ადამიანი ამას ვერ ხვდებოდეს, რომ აი არჩევანი აქვს, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ექნება ამ სოფელში წარმატება, მაგრამ ცოდვით ვიდის, ცოდა უნდა ჩაედინოს. მაგრამ თუ ამ ცოდვაზე იტყვის უარს, გავს წარმატება, სოფლიური დიდება და პატივი და კარიერა და ასე შემდგომ, თუ ფინანსები და ასე შემდგომ არ ექნება. მაგრამ სამაგეროდ ექნება ღვთისადმი სუფთა ცხოვრების გზა. აი აქ კი ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება ხოლმე. მაგალითად, ნავიღოთ ახლა ყოველ ჩვენგან იქნება თუ ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება რაღაც კარიერას მიაღწიოს, ხო? მაგრამ იცის რომ ხელისუფლება ფარველობს მიგრანტების შემოყვანას, ხელისუფლება ფარველობს ნარკოტიკების ასე უაზრო და უაპელაციო გავრცელებას ქვეყანაში, ხელისუფლება წელს განმავლობაში გარყვნილების პროპაგანდას ფარველობდა, ეს ბოლო იძულებით ვაიძულებთ რომ კანონი მიეღო და ასე თუ ისე აეგზალა გარყვნილების პროპაგანდა და ხელისუფლება საკუთარი ფინანსების შემოსავლის მიზნით უცხოელებზე გათვლილ ეკონომიკა გააჩნია ხელისუფლებას, ღამის ეკონომიკას ფარველობს ასე შემდგომ. და შენ გინდა რა ამ სოფლის წარმატება, თქვათ, ფინანსების შონა, თანამდებობაზე კარიერის მიღწევა, შენ ხვდები ამას, რომ ეს ყველაფერი ღვთის საწინააღმდეგოა, მაგრამ მაინც მაგზად მიდიხარ. აი სწორედ აქ არის ჩვენი აქ თითოეული ჩვენთაგანი დაყოფის გზა. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვემსახურებოდეთ სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა. რადგან თვითონ სიმართლე არის იესო ქრისტე. ყველა შემთხვევაში ჩვენ ჭეშმარიტებას უნდა ვსაუბრობდეთ და არაფრის ჭეშმარიტების გარდა, რადგან ჭეშმარიტება იესო ქრისტე. და როდესაც ჩვენ ვცდილობთ თაყვანის სეთ ეშმაკს, ოღონდ ამ სოფლის სუფევანი და დიდებანის მივიღოთ. აი მივაქციოთ ყურადღება მეგობრებო, აი თუ კი ჩვენ დავაკვირდებით კარგად ეგრეთ წოდებული როგორ არის ნეობრივად დაცემული და გახრწნილი და გადაგვარებული. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ლაპარაკი შეიძლება ვიღაც იყოს გამონაკლისი, მაგრამ ძირითადად დღევანდელი ელიტისთვის, არა მარტო დღევანდელი, საერთოდ ელიტის სცენია და სისუსტეა ეს,
რაღაც ჯგუფი როცა ელიტა ხდება, როდესაც ეს ჯგუფი იწყებს გახრწნას ნეობრივ გადაგვარებას, უკვე მე სისტემა ჩამოშლა იწყება. და მივაქციოთ ყურადღება, ბრუშობა, მამათმავლობა, ნარკომანია და ყველაფერი ცოდვა, რაც ღვთისგან და ეკლესიისგან აკრძალულია. ელიტისთვის ეს ცხოვრების წესია. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ რაც მდიდრებისთვის არის ნებადართული, ვთქვათ, უბრალო ადამიანებისთვის ის კანონდარღვევა არის. მიაქციეთ ამას ყურადღება. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ის ხალხის უკვე დიდი ხანია ეშმაკისთვის აქვს თაყვანანი ნაცემი. ხოლო უბრალო რიგითი ადამიანები იმდენად არ გააჩნიათ საკუთარი ღირსების შეგრძნება და ერთგულება, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი აღარ აქვთ. რომ რაღაც მეც დამრჩესო, მეც შემხვდეს ამ სიმდიდრისგან, ამ პატივისგან და მეც თანაზიარი გავხდე, თანამონაწილე გავხდე ამ ეგრეთ წოდებულ ბრწყალებში ფუფუნებისა და კაი ცხოვრებისო. აი სწორედ ეს არის უკვე ეშმაკის გზა შესაძლებელია ეს ადამიანები ტაძარშიდაც დადიოდეს. ეს უკვე ამძიმებს მდგომარეობას, ანუ ღმერთისადმი დანაშაულს ამძიმებს. როდესაც თან ასეთ ცხოვრები ცხოვრობდა, თან ღმერთთან გინდა ახლოს იყო პარალელურად, მოჩვენებითად, რა თქმა უნდა, ზედაპირულად ეს უფრო ფარისევლობა არის, არა რწმენა. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, შემოკარგებო, დაგლოცოთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა, ინებო სუფალმა, რომ ყველა ქართველს უყვარდეს საქართველო, ინებო სუფალმა, რომ ქართველ ხალხს დაუძლიეროს სუფალმა სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის.